ნომერი 4. მოცემული მსჯელობებიდან რომელია ლოგიკურად მართებული. და ჩამოწერილი გვაქვს მსჯელობები. გვაქვს პირობა და დასკვნა. თუ A პირობიდან გამომდინარეობს B დასკვნა, მაშინ ამ წინადადების ექვივალენტური წინადადება იქნება თუ დასკვნას უარყოფთ, ანუ დასკვნის უარყოფიდან გამომდინარეობს პირობის უარყოფა. A-დან გამომდინარეობს B წინადადების ექვივალენტური არის არა B-დან გამომდინარეობს არა A. ანუ დასკვნის უარყოფიდან გამომდინარეობს პირობის უარყოფა. წავიკითხოთ პირველი. თეოლას რომ არ გაეწრთნა უქიმირიონი, ეს უკანასკნელი ჩემპიონი ვერ გახდებოდა. ანუ ამ წინადადების ექვივალენტური რომ მივიღოთ, უნდა ვუარყოთ დასკვნა, ანუ ჩემპიონი ვერ გახდებოდა კი არა, ჩემპიონი გახდებოდა. აქედან უნდა გამომდინარეობდეს, რომ თეოლას არ გაუწრთნია კი არა, თეოლას გაუწრთნია. წავიკითხოთ ახლა რა გვიწერია. შესაბამისად, რადგან უქიმირიონი ჩემპიონი გახდა, ის თეოლას გაუწრთნია. ანუ ეს არის ჭეშმარიტი. დასკვნა შევაბრუნეთ და შებრუნებული დასკვნიდან გამომდინარეობს შებრუნებული პირობა. გადავიდეთ მეორეზე. თეოლას რომ გაეწრთნა უქიმირიონი, ეს უკანასკნელი ჩემპიონი გახდებოდა. ანუ ახლა როგორ უნდა შევქმნათ ამის ექვივალენტური წინადადება? ჩემპიონი გახდებოდა კი არა, ჩემპიონი ვერ გახდა, ესე იგი უქიმირიონს არ გაუწრთნია. და რა გვიწერია აქ? შესაბამისად, რადგან უქიმირიონი ჩემპიონი ვერ გახდა, ის თეოლას არ გაუწრთნია. და გვიწერია ზუსტად იგივე, ანუ ესეც ჭეშმარიტია. შევაბრუნეთ დასკვნა და დასკვნიდან გამომდინარეობს შებრუნებული პირობა. წავიკითხოთ ახლა მესამეც. თეოლას რომ გაეწრთნა უქიმირიონი, ეს უკანასკნელი ჩემპიონი ვერ გახდებოდა. ანალოგიურად აქაც რო შევქმნათ ექვივალენტური წინადადება, ვერ გახდებოდა უნდა შევცვალოთ გახდებოდათი და აქედან უნდა გამომდინარეობს, რომ თეოლას არ გაუწრთნია. წავიკითხოთ რა წერია. შესაბამისად, რადგან უქიმირიონი ჩემპიონი გახდა, ის თეოლას არ გაუწრთნია. ანუ აქაც ექვივალენტური წინადადება გვიწერია. შევცვალეთ დასკვნა და შეცვლილი დასკვნიდან გამომდინარეობს შეცვლილი წინა პირობა. ანუ პასუხი იქნება M. სამივე მათგანი ლოგიკურად მართებულია.